ზართული იყო ამის გადმოცემა მიჭირს, აი როგორც გუშინ აღნიშნე, ზართულია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე ვარ ამაყი, რომ მომიწია ამ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ყოფნა, თამაში და რაც თავარია, როგორც ვებულობ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის სტიმული ვიყავი და იგივე აქ არიან ახლა ბიჭები თამაშობენ, რომლებმაც მითხრეს ასევე, რომ მე ვიყავი სტიმული, როდესაც მათ გადაწყვეტეს, რომ თამაში დაეწყოთ და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი მოგება რა ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის და როგორც ფეხბურთელისთვის ის დაფასება, რაც დღეს ვიგზენი და რასაც გრძნობდი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ფასდაუდებელი და კიდევ ერთხელ მინდა გადავხადო მადლობა სრულიად საქართველოს, ქართულ გულშემატკივარს და ეს არის ყველაზე ამაზე მეტი არ შეიძლება ქართული ფეხბურთისთვის. ეს არის ყველაზე კბილი და სასიამოვნო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს თამაში. ერთი მხრივ 8 წლის წინ ვითამაშე ბოლოს დინამო არენაზე და მეორე მხრივ ჩემს მეგობარ გიორგი ლორიას, ჩვენს უსაყვარლეს მეკარეს ჰქონდა ბოლოს სანაკრებო თამაში. მე ყველა მისი განვლილი გზა მახსოვს, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცნობ მას, მახსოვს მისი მშობლები, მახსოვს მამამისი თუ როგორ დადიოდა მის ყველა ვარჯიშზე, რა რთული გზა გაიარა მახსოვს და ვიცი თუ რა დასაფასებელია ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვამაყობ რომ ვარ მისი თანაგუნდელი, მე ვამაყობ რომ მომეცა საშუალება მასთან ერთად ბოლო თამაში ჩამეტარებინა და მინდა წარმატებები ვისურვო მას ყველაფერში ცხოვრების გზაზე. მთელი ბავშვობა რაც ფეხბურთში შემოვიფეხი ამ მომენტზე ოცნებობდი და როცა მიდორზე შევედი ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა ის ხალხის შეძახილებით თუნდაც ის ტაში და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას ვინც აქამდე გვერდში მედგა და რა თქმა უნდა ხალხის ატმოსფერო იყო სასაული და მადლობა მინდა გადავხადო მათ და ემოციებს რაც შეეხება ალბათ ამაზე მაგარი ემოცია ალბათ ჩემს კარიერაში არ მექნება იმიტომ რომ როცა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გაქვს ეს წარმოუდგენელი შეგრძნება არის ძალიან ძნელია ამ ემოციების აღწერა არ ვიცი ალბათ აი ყველაზე მაგარი ემოცია რაც არის აი ეგ იყო ზუსტად თან იმ მომენტში როცა ესეთ ლორი გავაცილეთ ადამიანი რომელმაც ჩემი აზრით ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის ზოგადად საქართველოსთვის